ძალიან მაგარია, როდესაც ისეთი მაგარი ლიდერი ხარ და ისეთ გუნდს შეკრავ, თუ გამოგივა ეგ, რომ შენ პირველ 2 წელიწადში ისეთ საზრის დადებ, ისე შეკრავ გუნდს და ისე აანთებ, რომ აქედან გამომდინარე შენი პერფორმანსი ავარდება, shareholder-ი ტაჟ დაგიგროთ, მაგრამ შენ თუ დააგვიანე ეგა, აღარ გაცლის არავინ. და ამიტომ bear in mind, რომ bottom lines მალე მიხედე. ამ კაცმა მიხედა მალე bottom lines. დასაწყისშივე CFO რომ მოიყვანა ახალი და cost cutting-ზე რო კი შემცირება ბოლოში იფიქრა, მაგრამ მაინც მოუწია. მაგრამ cost efficiency-ზე იფიქრა, რომ bottom line-ი მალე გამოესწორებინა. იმიტომ რომ გადასარჩენი იყო კომპანია მაგ დროს. bottom line პირველ რიგში bottom line-ი გამოასწორა. მერე წავიდნენ workshop-ებზე და მერე დაიწყეს საზრისის ჩატანა ქვევით. და ხო იმიტომ რომ ექსტრაორდინარი პერფორმანსი რო დადო მართლა აი გუნა მე ეგ სხვა რაღაცა ხო მაგრამ bottom line სანამ არ გაასწორა არაფერი არ გამოვიდა მაგაზე ნალაპარაკები გვაქვს ხა გამახსენდა ბევრი ხნის წინ იყო მაგრამ პრინციპში ეს ყველაფერი უფრო მოტივატორი ქვია მაგას არ ვიცი ხო დრაივერის ალბათ ეგრე ქვია რა noble purpose უფრო არის დრაივერის ფუნქციის მატარებელი ხშირ შემთხვევაში რა